უნდა პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიას წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე კალდავა დილამშვიდობის დაგლოცეთ დიდი მადლობა რომ ბრძანდით მე თავში ვთხარი მაყურებელს რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თეოდორ ტირონის შესახებ და ასევე ზე აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეები თუ შეიძლება დავიწყოთ თეოდორ ტირონის სცენების დღით მისი წმინდანის შესახებ და ჩვენ გადავიდეთ მე ვერთმას ესე იგი თეოდორ ტირონის შესახებ ძალიან ინფორმაცია გვაქვს როგორც ბევრი ისეთი მოწამის შესახებ რომლებიც აი ქრისტიანობის დევნის ეპოქაში აღესრულა მაგრამ განსაკუთრებული მოვლენა მასთან დაკავშირებული რომელიც მისი უკვე ზეციური მეოხებას შეეხება მისას კონკრეტულად ის იყო ჩვეულებრივი მხედარი რომის იმპერიაში და როცა დადგა უკვე ჟამი და ხშირად ხდებოდა პერმანენტულად ხდებოდა რომის იმპერატორები აცხადებდნენ დევნას ქრისტიანებისას მან აი შეუდრეკელად და ქედმოუხრელად აღიარა ქრისტე რაზეც შემდეგ ვინაიდან გამორჩეული იყო თავისი გამჭრიახობითა და სამხედრო მოქმედებებით ამიტომ მას თხოვდნენ რომ დაფიქრებულიყო და არ დაენგრია თავისი ახალგაზრდა ცხოვრება და კარიერაც სამხედრო რადგან უარი განაცხადა შემდეგ ის ჩასვეს დაამწყდეს ჩასვეს ციხეში და არ მისცეს საჭმელი და ამით ეგონათ რომ იგი მოკვდებოდა თუმცა ნახეს რამოდენიმე ხნის შემდეგ რომ იგი ცოცხალი იყო და შემდეგ უკვე მრავალი ტანჯვით აწამეს და ბოლოში კოცონზე დაწვეს მაგრამ ის მაინც აი ბოლომდე აღიარებდა ქრისტეს და განადიდებდა მის სახეს. ესეთი მწირი ინფორმაცია თეოდორ ტირონზე, მაგრამ არის მისი უკვე გამოცხადება, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქს გამოეცხადა. სულ რაღაც 50 წლის შემდეგ მისი აღსასრულიდან რომის იმპერატორად, ბიზანტიის იმპერატორად მოდის იულიანე განდგომილი ცნობილი იმპერატორი, რომელიც იყო კონსტანტინე დიდის ძმისშვილი, ასეთი ცნობილი გვარის წარმომადგენელი, იმპერატორების შთამომავალი და მას ბავშვობაში ისიც ქრისტიანი იყო, ისიც მე დავითნეც იყო ნაკურთხი თავის ძმასთან ერთად ბავშვობაში, მაგრამ შემდეგ გაიტაცა ბერძნულმა, რომაულმა ფილოსოფიამ და საერთო წარმართულმა და განიზრახა მის რესტავრაცია აღდგენა იმპერიაში და ამიტომ გამოაცხადა დევნა ქრისტიანების ოღონდ სხვა ტიპის დევნა ეს შინაგანი განდევნა იყო იმ მასშტაბებს რომელიც ძველი იმპერატორები აცხადებდნენ ხოლმე მას არ ჰქონდა ესეთი პირდაპირ დევნა მაგრამ ეკლესიას ბევრი პრივილეგიები და უფლებები ჩამოართვა და ის სწორედ ვინაიდან თვითონ კარგად იყო გაცნობიერებული ქრისტიანულ სწავლებაში იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დიდი მარხვა ქრისტიანებისთვის და მით უმეტეს პირველი კვირა რომელსაც ის რომლითაც ისინი იწყებდნენ ხოლმე ამ კვირას დასაწყის მარხვისას ამის გამო მან თავისი წარმართული ხედვებით რომ ეგონა რომ შებილწავდა მათ რწმენას გამოაცხადა თავის მხლებლებს უბრძანა რომ ისულიყვნენ კონსტანტინოპოლის ბაზრებში და წარმართული მსხვერპლით სისხლი ებყურებიათ პროდუქტისთვის რითაც ის ფიქრობდა რომ შეერყვნიდა ქრისტიანებს მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეცხადება სწორედ თეოდორ ტირონი და ამიტომ არის თეოდორისადმი ესეთი დიდი პატივისცემა ქრისტიანულ სამყაროში ეცხადება და ეუბნება რომ აუწყებს აი ამ პრობლემას და ეუბნება რომ აიღეთ მარცვალი ხორბალი მოხარშეთის და თავთან შეულიეთ და ის მიიღეთო ამ პირველ კვირაში. ამის შემდეგ ესეც ხდება მართლაც ესე აკეთებენ ქრისტიანები და ეს როგორც იულიანე განდგომილი მალევე მოკვდება თავისი მოახლეების მიერ სპარსეთის ომში ის ორი წელიც ვერ იბრძანა იბატონა იმპერიაში და ამის შემდეგ ქრისტიანებმა დაადგინეს მარხვის პირველ კვირის შაბათს სწორედ პარასკევს საღამოთი კოლიოს მოხარშვა და შემდეგ ქრისტიანებისთვის და გლახაკებისთვის დარიგება როგორც ერთგვარი ზეციური საზრდა ხო ზეცით ესეთი მიცემული
პროდუქტი, რომელითაც თქვა შემდეგ ქრისტიანები უკვე ასოცირებენ მიცვალებულთან და უკვე მიცვალებული როგორც ზეცაში გასულ ადამიანებს იმით საზდოს ისე მოაქვთ საკურთხევლად პანაშვიდის დროს და აქედან დაკავშირდა ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან. შემდეგ თეოდორე ტირონის შემდეგ დღეს მოსდევს პირველი კვირა მართლმადიდებლობის ზემოწოდებად. ესეც ისტორიულ ფაქტთან არის დაკავშირებული, ეს ორივე დღე არის ისტორიასთან მჭიდროდ კავშირი, თუმცა მართლმადიდებლობის ზემში დევს ძალიან დიდი საღვთისმეტყველო აზრი და საერთოდ ზნეობრივი აზრით შეგონებაც ქრისტიანებისთვის ჩვენ ვილაპარაკეთ წინა იმაზე რომ ყოველ კვირას თავისი მნიშვნელობა ჰქონდა მარხვის დასაწყისში, მარხვამდე მისასვლელად, ხოლო ახლა უკვე მარხვაშიც ყოველ კვირას აქვს ესეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეს პირველი ზეიმი არის ერთდროულად ისტორიულიც და ამავე დროს შინაარსობრივი. ისტორიულად მოხდა ხატმებრძოლეების ხატთა თაყვანისცემის აღდგენა და გამარჯვება ხატმებრძოლეობაზე. ეს მოხდა მე-9 საუკუნეში ეს ფაქტი, თუმცა მას უსწრებდა წინ 50 წლით ადრე თვითონ მსოფლიო კრების მე-7 მსოფლიო კრების გამართვა, რომელზეც იქნა გამოცხადებული ხატთა თაყვანისცემა როგორც უმნიშვნელოვანესი სწავლება და საჭირო ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმაროს ღმერთამდე მისაყვანად. მანამდე ლევის ისავრიელმა დაიწყო ხატთა წინააღმდეგ ბრძოლა, ჯერ ხატები აწია სიმაღლეზე, რათა გამოაცხადა რომ ხატი იმდენად წმინდა, რომ მორწმუნე ადამიანი, რომელიც არის ცოდვილი, არ შეიძლება რომ შეეხოს მას, აი გამკაცრა კანონი ხატების შესახებ და შემდეგ უკვე სრულიად უარყო ის ვინაიდან საერთოდ გამოსახვაც აღარ შეიძლება და ამით ორი კურდღლის დაჭერა უნდა და ერთი მხრივ თქვათ თავისი ეს არასწორი ღვთისმეტყველების გავრცელება და მეორე მხრივ დაკარგული ბიზანტიის ტერიტორიები, სადაც მონოფიზიტებს ხატები არ ჰქონდათ და ასევე თქვათ იუდაისტებს და მუსულმანებს უფრო განსაკუთრებულად, რომლებსაც ხატები აღიზიანებდათ რაღაცნაირად და იმ დროისთვის მუსულმანობა იოანე დამასკელის ერესების წინგში როგორც ქრისტიანულ ერესად არის წოდებული. არ არის ცალკე რელიგიად აღიარებული, ის არის ერთ-ერთი განშტოება, არასწორი განშტოება ქრისტიანის დამოუკიდებელი განშტოება ქრისტიანობის და ამიტომ აი ამათი შემოერთება ეს იგივე ეპოქაა და ამათი შემოერთების გამო გააკეთა ეს. თუმცა შემდეგმა უკვე იმპერატორმა ეს არის კონსტანტინე კომპრონიმმა საერთოდ ხატები გამოატანია ტაძრებიდან, სახლებიდანაც კი და დააწვევია საყოველთაოდ და ამიტომაც დღეს ჩვენ გვაქვს აი მე-8 საუკუნემდე ხატების ძალიან მცირე კოლექციაც არ ქვია, ძალიან ნიმუშები გვაქვს, განსაკუთრებით სინას მთაზეა შემონახული, ვინაიდან აი სინას მთის ეკატერინეს მონასტერს ეს ხატმებრძოლეობა ვერ შეეხო. და კატაკომბური მხატვრობა, რომელიც არის იტალიაში და არც იმას შეხებია, ვინაიდან ის იყო ფრესკული მხატვრობა და ამიტომ იქ არ ჩასულა ხატმებრძოლეობა, ამით უმეტეს დასავლეთის საქრისტიანოში ხატმებრძოლეობა არ ვერ მოიკიდა ხატმებრძოლეობამ ფეხი. ამას ქვია მართლმადიდებლობის ზეიმი ამ დღესასწაულს, როცა ჯერ ირინა დედოფალმა გამოაცხადა ხატთა თაყვანისცემა, ხოლო შემდეგ თეოდორამ დედოფალმა უკვე 50 წლის შემდეგ განამტკიცა ეს უკვე კრების გადაწყვეტილება, სოფლიო კრება ხდება რეცეფცია მისი ხალხში, კრებები ბევრი იკრიბებოდა, შემდეგ კრება და ხალხი უკეთებდა რეცეფციას, ანუ იღებდა თუ არა ხალხი ამ კრებას, კრება თვითონ ლევის ამრიელმაც მოაწყო, რომლის დროსაც დაიგმო ხატთა თაყვანისცემა. აი სწორედ მნიშვნელოვანია ეს ხალხის მიღების აქტი, როცა ხალხი იღებს მღვდელმთავრების გადაწყვეტილებას და აი სულიწმინდაც მაშინ მოქმედებს, როცა მღვდელმთავრები და ხალხი ერთად აღიარებენ ჭეშმარიტებას. ამ დროს შეიქმნა სპეციალური წესი, კანონი, ჰიმნოგრაფიაც დაიწერა, სამღვთო ლიტურგიის დროს აღსასრულებელი, რომელიც შემდეგ საუკუნეებში, მოგვიანო საუკუნეებში აღარ სრულდებოდა და დღეს მე მგონი აღარც სრულდება. ეს იყო
გამოცხადება სწორი ჭეშმარიტი სწავლების აღიარება, 7-ვე მსოფლიო კრების აღიარება დოგმატებში გამოსრული ჭეშმარიტებისა და იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ეს ჭეშმარიტება თავის სისხლით და ოფლით და რუდუნებით მოუტანეს სიცოცხლის ფასადაც ხშირ შემთხვევაში მოუტანეს ეკლესიას, შემოუნახეს ეკლესიას, მათი განდიდება და ამავე დროს ხდებოდა ანათემატირება იმ ადამიანების და მათი სწავლების, რომლებიც აი ამ სწორ ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ სწავლებას ყვნიდნენ და აკნინებდნენ. აქვე ალბათ აუცილებელია ითქვას ანათემას სიტყვის შესახებ, ვინაიდან ხშირად ანათემა გაიგივებულია დაწყევლასთან და თუ არა კარგად ჩახედული საეკლესიო სწავლებაში ადამიანი ხშირად ამას წყევლასთან აიგივებს და შიშის ზარსემს ანათემის გაგონება და ხშირად აბრკოლებს, რომ ეკლესია, რომელიც ესეთი მიტევების და მოწყალების ინსტიტუცია, როგორ შეიძლება რომ იგივე ეკლესია ვიღაცას წევლიდეს და ვიღაცას თქვათ ბოროტებას უსურვებდეს. ეს რასაკვირველია მცდარი აზრია, ვინაიდან არ არის ეს აზრი მოკლებულია ყოველგვარ ჭეშმარიტებას, ვინაიდან ანათემა თვითონ სიტყვა არ ნიშნავს წევლას პირველ რიგში. ანათემა არის რაღაცის გადაცემა, ბერძნულად პირდაპირ მნიშვნელობით გადაცემას ნიშნავს. ძველ ანტიკურ სამყაროში, თქვათ, ჰომეროსი და სხვა ანტიკური ავტორები, როცა ანათემას იყენებდნენ ისინი ამ სიტყვას და იყენებდნენ როგორც ღვთის ძღვენს. ანუ იმ ძღვენს, რომელიც არ იყო ადამიანების მოსახმარებლად განკუთვნილი, ანუ გადადებული იყო სხვა საქმისთვის, სამართო საქმისთვის და სხვათა შორის ქრისტიანობაში ზუსტად ეს აზრი დევს, როცა ანათემას აცხადებს ამა თუ იმ სწავლებაზე და პიროვნებაზე ეკლესია გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი თავისი სწავლებით არის ეკლესიის გარეთ და მისი მომავალი არის ღვთის ხელში. და ანუ ის განკუთვნილი უკვე ჩვენს სფეროში ის აღარ იმყოფება, ჩვენ განზომილებაში სულიერად თავისი აზრობრივად, მსოფლმხედველობით ჩვენს წრეში აღარ იყოფება, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ ღვთის სამართალს და მოწყალებას ამ პიროვნებას. ეს არამც და არამც არ არის დამოკიდებული ისე დაკავშირებული დაწყევლასთან. საერთოდ ქრისტიან ჩვენ მართლმადიდებლობას აქვს კურთხევა, ხო? ჩვენ საიდუმლოებები, ვიცით ხო ეს საიდუმლოები და არსებობს კურთხევა. აი განკურთხევა საერთოდ არ არსებობს. ანდა უკუგება რაიმესი აი არანაირად არ არსებობს. შენ თუ მოინათლე, განნათლა არ არსებობს. თქვათ შენ თუ ბერად აღიკვეცე, განბერობა არ არსებობს და ასე განზიარება აი ჯვრის დაწერაზეც კი ხშირად იხმარება სიტყვა ჯვრის აყრა, რომელიც არ არის სწორი. იმიტომ რომ ჯვრის აყრა არ არსებობს. ეკლესიამ თუ დაგწერა ჯვარი, ის წერს ბოლომდე, მაგრამ შენ თუ აცხადებ, რომ თქვენი კავშირი აღარ არის ჯვრის ტარების კავშირი, მაშინ ეკლესია გაძლევს უფლებას მეორეჯერ ჯვრის შემთხვევაში. აუცილებლობის შემთხვევაში გაძლევს მეორე ჯვრის უფლებას და არამც არ გიწყობთ ხელს თქვენ გაყრაში. ანუ აღიარებს ფაქტს. აი ისევე აღიარებს ეკლესია ანათემის დროს ფაქტს, რომ ეს ადამიანი არ არის ეკლესიის წევრი. ეს არის თუნდაც უფრო კარგათაც რომ თქვათ, ბოლო მოწყალება ეკლესიისა ადამიანის მიმართ. ადამიანი სანამ თავის თავზე სწორ დიაგნოზს არ დაუსვავს, ხო? არ დაუსვავს სხვა მასზე. სწორ დიაგნოზს შეიძლება ეგონოს, რომ ის იმყოფება ეკლესიის წიაღში. ის არის ნაწილი და უბრალოდ რაღაც პატარა განსხვავებული აზრი აქვს. მაგრამ აი ანათემის შემთხვევაში ეს გამოსაფხიზებებელი რაღაცა ერთგვარი რეანიმატიული საშუალება, შოკური თერაპია, რო ვთქვათ, რომ ადამიანი გამოფხიზდეს, რომ ის მისი სწავლება იმყოფება
ეკლესიის გარეთ. ანუ ეს არ ამბობს არ ნიშნავს დაწყევლას, არასაკვირველია, ეს არის ერთგვარად, ესე აი უფრო მარტივად ჩემიანი თვალ შემთხვევაში, ეს არის ერთგვარად, ანუ გამოვალ მდგომარეობიდან გავაბნარე უკვე ეკლესია იძახის რომ უკვე შენ აღარ განეკუთვნები ჩვენს წერილს, განშეს უფალი, შენს ცხოვრებას და შენს წამოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა დაწყევა და დაუყო ეკლესია არის შველის ინსტიტუცია, ხო? ეკლესია განკურნების ინსტიტუცია და როცა უკვე და განკურნების ინსტიტუცია მაშინ როცა შენი ნება მოქმედებს მაშინ თუ როცა შენ გსურს თუ შენ არ გსურს ვერაფერს ვერ გიკეთებს ხო ამიტომ ადამიანი რომელსაც აღარ სურს ეკლესიაში ყოფნა ეკლესია ეუბნება რომ შენ ხარ გარეთ და დაფიქრეთ ეს არის დაფიქრება ეს არის სინანულისკენ მოწოდება რომ ადამიანს აძლევს მის საშუალებას რომ დაფიქრდეს რომ ამდენად სწორ გზას ადგას ხო რომ მის გზათან ეს ანათემა არ ხდება პიროვნების მიერ ანათემა ხდება ეკლესიის კრების მიერ. იმიტომ რომ კრებას გამოაქვს, იმიტომ რომ შეიძლება ერთი ადამიანი ცდებოდეს, ორი ცდებოდეს. შეიძლება მრავალი ცდებოდეს. ესეც მომხდარა კრებებს გადამოუციათ ანათემას, თქვათ ათანასე დიდი და ასე შემდეგ. არა ეს კიდევ სხვა განზომილება და სხვა სფეროა. გაგვიძელდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ის რომ ადამიანი არ იმყოფება ეკლესიის წიაღში, რომ მას ცხონების გზა ეკლესიურად აღარ აქვს, რომ მას ღმერთმა თავისი რაღაც უკიდეგანო წყალობით შეიძლება უშველოს და აი ამის აღიარება ხდება ეკლესიის მიერ და სხვათა შორის არა მარტო იმ პიროვნებისთვის, არამედ ვიცით ჩვენ როგორი გავლენა აქვს ერთ ადამიანს მეორეზე, ხო? და როგორ ექვემდებარება ადამიანები საერთოდ ერთმანეთის აზრს და გადამდებია მათი დამოკიდებულება. მით უმეტეს ყოველთვის როცა ესეთი ერესიარხები არსებობდნენ, ისინი ძალიან პატიოსნებით გამოირჩეოდნენ და განსწავლულობით. მომხიბვლელი ადამიანები იყვნენ თავისთავად, უბრალოდ თავის თავში გამყარებულები, ამპარტავნებით გამყარებულები იყვნენ და მათ არ უნდათ ცდომილება მიეღოთ, შეცდომა მიეღოთ და ეღიარებიათ პირადი შეცდომა იმდენად ამპარტავნები იყვნენ. პიროვნული ღვაწლით ევსევი მაგალითად მონოფიზიტების დამაარსებელი კონსტანტინოპოლელი ფრიად განათლებული იყო და კირილე ალექსანდრიელის წმინდანის მოწაფე იყო და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა და მოხუციც იყო და ეს ღვაწლმოსილიც იყო და უამრავი მიმდევარი ყავდა. ესე იყო ნესტორი ცნობილი, ესე იყო არიოზი პირველი რომელმაც ესე პირველ მსოფლიო კრებაზე განიკვეთა და ასე შემდეგ. ეს თითოეულ უტვინო ადამიანი ამას ვერ მოიფიქრებს და ამიტომ ძალიან მომხიბვლელი ხალხი იყო და ამით ერთგვარი პრევენცია იყო ხალხისთვის რომ აი ამ ადამიანს აღარ გაეკაროთ. ეს ადამიანი თავისი აზრით დამღუპელ სწავლებას ხადაგებს და და მამა მაინც დასასრულისკენ რომ დაუბრუნდეთ ისე მართლმადიდებლობის ზემს, რატომ აღნიშნება მართლის პირველ კვირას მართლმადიდებლობის ზემს? ისტორიულ ფაქტის გამო. ისტორიულ ფაქტი პირველ კვირას მოახდინა მოხდა ეს ამ ხატთა თაყვანისების აღიარება და აი თქვით ხო იმპერატრიცა დედოფალმა თეოდორამ მოიტანა შეაგროვა ეს მსახურები ერნი მოიტანეს ხატები გამოიტანეს ხატები დაწერეს ახალი ხატები სადღესასწაულოდ წმინდა სოფიის ტაძარში კონსტანტინოპოლში შეაბრძანეს იგალოვეს იდღესასწაულეს განამშვენეს ხატები და ჩვენ როგორ აღნიშნავთ მამა მართლმადიდებლობას ჩვენ აღნიშნავთ ძალიან დიდი სიხარულით ვინაიდან ხატწერებისთვის განსაკუთრებელი სიხარულია და არა მარტო ხატწერებისთვის ეს არის ფაქტიურად ხელოვნების აღიარება იცით რომ ხელოვნების უდიდესი სფერო ნაწილი როგორც არის ვიზუალური ხო ფერწერა სახვითი ხელოვნება ამის აღიარება მოხდა თუმცა ეს მარტო სახვითი ხელოვნებას აღარ შეეხებოდა ეს საერთოდ ხელოვნებას შეეხებოდა აი როგორც შემოქმედებით ასპარეს ადამიანისას ხო მიმსგავსებას ღმერთისას სწორედ შემოქმედებითად იმიტომ რომ დღეს ამას წინათ კრიტერის კანონს რომ ვკითხულობდით იქ არის ერთ-ერთი ძლისპირი ძალიან ლამაზად დაწერილი შენ ღმერთო პირველ შემოქმედთა შემოქმედო ანუ ამ შემოქმედების ვინც არიან შემოქმედი ხალხის იმის პირველ შემოქმედა ხო აი ხვერცაც ამითაც ვებაძვებით ჩვენ რომ მოქმედებთ და აი შემოქმედების უნარი სხვათა შორის არ აქვს ანგელოზებს აქვს ადამიანებს აი ხორცსა და სულის შეერთებას აქვს სწორედ ეს მოქმედების უნარი ამიტომაც რომ გარდაიცვლება ადამიანი მას შემოქმედების უნარი აღარ აქვს ის როგორც ანგელოზი პირდაპირ იღებს
ღვთაებრივ მატლს და თვითონ ივსება და აღარ ჭირდება რაც ადამიანური შემოქმედება. ანუ შემოქმედების განდიდება, წინ წამოწევა, რომ ეკლესია ამას განაცხადებს. თქვენ ნახეთ მონოფიზიტური ტაძრები შორს რა წავედით ახლა მუსულმანური და თქვათ იუდაისტური, სადაც აგზალურია ვიზუალური ხელოვნება. იქ დაკნინებულია სხვა სფეროებით და დარგებით ხელოვნების, თქვათ ისრაელში თუ ყოფნახართ ნამყოფი, თქვენ ვერ ნახავთ ძეგლს. იმიტომ რომ ძეგლი უკვე არ შეიძლება გამოსახვა არაფრის, რაც არის ქმნილება. არ შეიძლება მცენარის გამოსახვა, არ შეიძლება ადამიანის გამოსახვა, არ შეიძლება ხის, ჩიტის და ცხოველის. არაფრის გამოსახვა არ შეიძლება. მარტო შეიძლება გეომეტრიული სხეულების გამოსახვა და აი გეომეტრიული სხეულებით სახავენ, თქვათ, სიყვარულს, მშვიდობას და რომ ნახოთ, თქვათ, იერუსალიმი ან თუნდაც რა ქვია თელ-ავივი, ნახავთ რომ აი ეს გეომეტრიული სხეულები დანან სხვადასხვა კომპოზიციებია და ერთ სიყვარულს. ანუ დაკნინებულია, ხო ეს აქ მთლიანად არის გახსნილი და ჩვენ დავინახეთ ნუ ულამაზესი სამყარო მართლმადიდებლური კულტურისა, ხო? ეს შეიძლება ღიად ითქვას არამიკერძოებულად, რომ ის რაც თქვათ ბიზანტიაში გაკეთდა, არა მარტო ბიზანტიაში, საქრისტიანო თქვათ, ის მრავალფეროვნება რაც საქრისტიანო სამყაროში გაკეთდა, არ გაკეთებულა არც ერთ კულტურაში, არც ერთ ცივილიზაციაში და არც ეს ძალიან მარტივი დაკვირვებითაც შეიძლება ნახოთ, ხო ისეთი დიდი კულტურა როგორიც არის, თქვათ, ეგვიპტური კულტურა, იქაც კი არ არის ეს მასშტაბები და ეს მრავალფეროვნება. თუ ნახავთ ეგვიპტურ კულტურას, ვერც გაარჩევთ ათეულ საუკუნებს და არაფრით არ განსხვავდება ეს ათეული საუკუნე. უფრო მეტიც იმდენად დასქემატიზირებულია მხატვრობა და თვითონ მშენებლობაც, რომ ძალიან რთულია ერთმანეთისგან რამით განასხვავა. და ვერც ეპოქას ნახავთ ქრისტიანობაში, ნუ აი ყოველი წელი შეიძლება აი წლების სიზუსტი თქვა ესა თუ ის ნამუშევარი, რომელიც იმდენად განსხვავდება და იმდენად მრავალფეროვანი. ასე რომ დღევანდელი დღე არის აი ხელოვნების დღესასწაული, რომ მართლმადიდებლობაში გაიმარჯვა საღმა აზრმა, სიცოცხლემ და ადამიანმა როგორც პიროვნებამ. სხვათა შორის ხატწერა, იკონოგრაფია, საერთოდ ხელოვნება იწყება მაშინ, როცა უბრალოდ ქრისტიანობაში, როცა ქრისტე განკაცდება, რა, ჩვენ ვიწყებთ ხატვას, გამოსახვას იმისას, რაც ვნახეთ. ქრისტე ვიხილე და ამიტომ უნდა გამოვსახოთ კიდევაც. იმიტომ რომ ღმერთი გამოუსახავია თავისი ბუნებით, მაგრამ უკვე განკაცებული ღმერთი გამოსახვადია ვინაიდან ჩვენ ვნახეთ ეს. და ამიტომაც ქრისტეს განკაცებით ისახება უკვე სამყარო. თუ კი ადამიანის გამოსახვა შეგიძლია ნებისმიერი სხვა საგნის და ქმნილების გამოსახვა და ამავე დროს მეორე ნაწილი თუ დაგვრჩათ რომ ძალიან მცირე თუ შეიძლება ერთ რა არის ხატი, ხო? ეს ხატი არის მიღმიური სამყარო, რომელიც ასახულია, ეს სარკმელი, რომელთაც ჩვენ ხედავ მარადილ სამყაროს, აქ ხედავ წმინდანებს, განღმრთაებულ პიროვნებებს და ამავე დროს მარხვის ამ პირველ კვირაში გვასწავლის ეს კვირა იმას, რომ ხატი არ არის მარტო ღმერთი, ღვთის გამოსახულება. უპირველესად ხატი ღმრთისა არის ადამიანი. რომ ადამიანს უნდა იმსახურო და ადამიანი დაინახო ხატება ღმრთისა, აი ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი კვირის მარხვაში, რომ შენი მიზანი არის ადამიანი და არ არის ადამიანის საშუალება. რომ შენ, როგორც ანტონი სურეჟელი ძალიან ბრწყინვალედ ამბობს ერთ ნაწილში, რომ როცა ადამიანი დაინახავს, იპოვის რაიმე ხატს, რომელიც არის დაბინძურებული, გაფუჭებული, შეერყვნილი, მაგრამ რაღაცა პატარა შერჩენილი აქვს, ხო, მაცხოვრის სახე, თვალი, მას წმენს, უვლის და აი ამ დაბინძურებულ ადამიანის მიერ და იმის, რა ქვია, დროის მიერ შეერყვნილ ხატში პოულობს იმ პატარა ნაწილს ღვთაებრივი ხატისა, გამოშვივის იქიდან ღმერთი და აი იმას უყურებს და იმაზე აღაგებს მთელ ამ ადამიანს, ხო? ფსიქოლოგიაში წესია დასრულების ფსიქოლოგია, რაღაცა რო არ არის დასრულებული ადამიანს, იმის უნარი აქვს რომ დაასრულოს თვითონ. აი ესევე ნაკულს ასრულებს ადამიანი, ხო? ესევე ადამიანი უნდა მოექცეს მეორე ადამიანს. თუ ადამიანი წოდვილია, შერყვნილია, გაბინძურებულია, მას ბოროტმა ავნო და მან დაკარგა ღვთაებრივი სახე, მაგრამ არის ის და არავის არ აქვს ისე დაკარგული სახე, რომ სრულად განადგურებული იყოს მასში ხატება ღმრთისა
და აი იმ რაღაც პატარაზე წამოეკიდე, აი იმაზე ააგე შენი დამოკიდებულება ამ ადამიანთან. ეს არის ბრწყინვალე სიტყვები მიტროპოლიტ ანტონის და მარხვაში სწორედ აი მის ორიენტირს გვაძლევს ეკლესია, რომ ხატი არის რასაკვირველია პირველ რიგში ღვთის გამოსახულება, რომელიც ეკლესიაში კიდია და ამასთან ერთად მისი თაყვანისცემა და პატივისცემა ადამიანის, რომელიც არის მეორე ხატი ღვთისა, არის აუცილებელი და მიზანი თითოეული ქრისტიანის. ბოლოს მადლობა საინტერესო საუბრისათვის თეოდორ ტირონის შესახებ და მართლმადიდებლობის ზემის შესახებ ვესაუბრებოდა ვიქამ მთავარანგელოზის ტაძრის თანამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.